დილამშვიდობის ხალხო. წუხელ გამეღვიძა. შუა ღამისას. ფიქრით. რომ დღეს კი არა, ხვალ. სხვაზე მივდივართ. და ეხლა დილასაც რომ გამეღვიძა ფიქრით, რომ ხვალ სხვაზე მივდივართ. და ეს არის ძალიან დიდი სიხარული. დამოუკიდებლად ის ფიქრი, რომ ვაიმე, დღეს უნდა ჩავალაგო, არაფერი. რაგინა? არაფერი დამჭი. რა წაიღო დე? ცივი მაგი. წამო. დავიდე. ცხელია და ცივი მაგი დაგინდა? დილამშვიდობის, მე არ ვიცი ხალხო. ან შარშან ასეთი სიცხე არ იყო. ან და ან არ ვიცი, ჩვენ ვიყავით წასულები ამ დროისთვის, არა არ იყო ეს სიცხე შარშან. ან ეხა ჩამოცხავს, აი ჰაი გეხუთება, სულ თქვა არ არის, ჰაი საერთოდ არ არის, მე არ ვიცი პროსტა. მიგატავიდა მანქანის გასარეცხად. დილამშვიდობისა. უკვე ყველაფერი ღია, ლია არ არის, ისე ბაზარში წასულა. უკვე ყველაფერი ღია მაქვს, ნახეთ, ეს ღია მაქვს. ეს ღია მაქვს. ეს ღია მაქვს. იქაც ღია ბავშვებთან. პატარა ფანჯარაც ღია, იქ დიდს არ ვაღებ, იმიტომ რომ საშინელისა. აი ჰაერი არ არის. გრამი არ არის ჰაერი. იგარეთ ხო, მაგრამ შიგნით. Что катастрофа. Კარგია მივთ. კარგია ხომ მივდივართ. დღეს თული დღე იქნება, ვემზადებით. არ ვიცი, ახლა ყავა მოვიდუღო. თუ ნალექიანი გავიკეთო. გუშინ რო წავედით საყიდლებზე ხალხო. შორენას ჩემს მაყურებელს გამოუგზავნია ისა. ესო ხო იმის დაარიო და ანუ არც ვიცოდი რა ვიზე იყო, რა იყო, რა ხდებოდა და ისა. მე სახში რომ მოვდიოდით უკვე შევედი გავხსენი მეთქი, ანუ მეთქი რა მოხდა არ ვიცოდი, არც მეცნობოდა და ვიშლისტის გოგოები რო იყვნენ, რო არიან, აი ეს ქერა გოგოებას რო ესაჩუქა. მაგისი დაგარდაცვლა ხალხო პატარა და ზუსტად 10 წლით ჩემზე პატარა. აი მე აი არ ვიცი, არც სიტყვები მაქვს, არც არ ვიცი просто რა უბედურება არის, გამერთო. მე არ ვიცი. როგორ შეიძლება რომ ყველა დღით ბედნიერები არ ვიყოთ, სიცოცხლით სავსე გოგო. ახალგაზრდა. გუშინ იყო, მაგრამ დღეს არ არის. როგორ შეიძლება რომ რამეზე ვიწოწუნოთ? არ შეიძლება. არ შეიძლება, просто არ შეიძლება. ნეტ ამას რამდენი კალაქვს. 100 გრამზე 480. ეს რამდენია? ამოწა 7. ამის გარეშე. ძალიან მინდა რომ გაც almost 480. ვა, ძმაო, რამდენი გამოდის. რა არის?
221 კალორია აქვს აი ამას. ამათ ხოჭობას. ამასაც 60 აქვს. ეს მომეწონა ესეც. მაგრამ ის მინდა, იმენა ის მინდა და მარტო ის მინდა და ძალიან ბევრი კალორია აქვს. ჯანდაბას შევჭამ. მედგარ მინდა. ასე რომ 220 კალორიათ კაცი იქეიფებს. ასე რომ არ გეგონოთ, არ უყუროთ რაღაცა ცოტა თუ ბევრი. სიცოტავე და სიბევრი არ განსაზღვრავს კალორიას. Как ты меня до сих пор не понял? Mēs jau ცხela, რატო ცხela ასე. Давай, мири голосовой. დღეს ჩემ გოგოებს მარათონში უნდა მივატოვო და ინფორმაციები საჭირო. იმიტომ რომ ხვალ რა თქმა უნდა მთელი დღე ხაზზე ვიქნები, კონტაქტური ვიქნები ყველაფერი, მაგრამ გზის დღეა, სტრესული დღეა და აი ესე დამატებით ინფორმაციას ხვალ ვერაფერს მივაწვდი. ამიტომ დღეს მაქვს, იმენა დღესაც მაქვს ზე სუპერ დუპერ სტრესული დღე. რა გინდა ჩემო სიცოცხლე? ნაყინი? თმა ვიწიოთ პირველ რიგში. ნელა ჯოჯოა. ავსვავენ რაოდენობას, იმიტომ რომ ძალიან ცხელა. ამიტომ მოდით მაგიწია და ცხელა. გავიგე. ანდრი რო გაიღვიძებს მოგიტანს. ახსენა ნაყინი. ისეთი არ გვაქვს მაგას რომ უყარს, რომ ნაყინი კი გვაქვს. Твой милый голосок, если б не твой милый голосок, я бы падал с неба. Если б не твой милый голосок. Я бы упала с неба. Бღელა მაინც იქით რომ მივიდივარ და ბავშვი აქ რო
არა, ჩემო თახში ვიყოთ. იმიტომ რომ ეს აქ არის და ეს ხია. მე ხარ ვარ ეს ბავშვი გავიდეს გადახდეს, მაგრამ რავი მაინც. აქ ვერაფერში ვერაფერს ვერ გავიგებ და იქ კიდე რაღაცა ისმის. უნდა შევიდეთ. თუმცა კაია ძალიან გრილა, მაგრამ მე გავასო. მე და როგორც ხელა, აქაც ღია მოხალხა ფანჯარა, მაგრამ ცხელა. ეს კოსაკავა. აი, ფანჯარა ღია მაქვს, მაგრამ ცხელა. ვაი, გავასო. ეს ბონის ამბებისთვის. აუ, ყველაფერი ხავზე მაყრია, დაიკიდეთ რა. აუქნა, ეგრეა საქმის ვითარება. აქ დამჩერა მე ყავა და ტელეფონი. მაი აქ ვაფშე არაფერი არ ისმის. ლიას დიდის მოუტანია სანაგვიდან. განახებთ მე. აი მე როგორც ხელა პროსტა. ეხლა სამკაულები გადავარჩიოთ რა წავს სამკაულების ამბიგობა ბრილიანტები მაქვს ესეთები. ეხლა მიხდით. ჩემ აყრებმა ისიც შემისამკაულები. ესენი მე გავურეცხავებას. სულ ყოველდღე ურეცხავ. ეს ჩემი ეს ამასაც გავრეცხავ, ამასაც გავრეცხავ, იმასაც გავრეცხავ. აქ სულ გარეცხილები ყრია, დასაკეცია და დაიკიდეთ როგორც გითხარით. ეხლა მაგის ერთი ადგილი არა მაქვს. აბა ნახოთ, რამდენი გემრიელია. იაპაციანი ექსის გემო. რატო აქ იცით ამდენი კალორია. ძალიან ცხიმიანია და ძალიან ტკბილია. აი კაია, მინდოდა. და ეს იმდენი რამე უნდა გავაკეთო, რომ ფიქრისაც მეშინია. ის აქ რო ყოფილა. ვაი მე დედიკო. დღესატომოს ძალიან მინდა სპაგეტი. ვერაფერს ვერ ვაკეთებ ხალხო დღის განმავლობაში ისეც ხელა აქ ხო არ არის არც კონდიციონერი. გუშინიკას ვეხაწებოდი ხალხი იტაცებდა გორგიაში იმებს. რა ქვია? ვენტილატორებს ვიყიდოთ თქვა რა. ერთი წუთი არ მომყარო, ამიღო. საშინო ესეცხია. გასვერთავ. გუშინ სალათაზე ვიყავი. სალათა ნაყინი, მარილიანი ჩხილები. აი, რასაც კეთებას დიდ რო არ უნდა. აუ, ისე მართლა ღირს.
იგემრელია. რაც არის ახლა იმის ყვალობაზე. წარმოიდგინე ვერ ერკვევი კალორიებში. ამას 3 წელს შეჭამ. დააყუმბარებ დღის განმავლობაში, შეიძლება ერთდროულად არც. უკვე 600 კალორია. ამას ვერ გაჭმევ. იკაჭმევს ხოლმე ტკბილეულს. ძალიან კარგი ძვირფასოს. დავიციო. დუხატა. Если бы не твой милый голосок, я бы упала с неба. У меня есть такие голоски, чтобы вы знали. და ვიღაცისთვის საერთოდ ჩემი ხმა ეგეთი. მე როგორ მიყვარს ეს ძაღლი, რატომ მიყვარს ეს ღმერთო? ღმერთო, რატომ მიყვარს? აღარ მინდა. განტკბილია ნოყიერი, აღარ მინდა. შემდეგ ყვებას დავაყოლოთ. ისეთი ცხიმიანია, ნახე რომ აი ეს არ ჩანს ზიპინებს. აი მომასუყა. Твой милый голосок, я бы упала с неба. გუშინდელი ერთი ვიდეო მაგას ეკეთებელი. ვერ ვასწრებ ვიდეოების გადაღება, გაკეთებას და დადებას, მაგრამ არა უშავს ცოტა მოგვიანებით დავდებ. თქვენ ხომ არ ხართ წინააღმდეგი. ქრისტინე, მადლობა ძვირფასო გულებს რომ იწერ. აი, თუ არაფერი ხალხო გულები მაინც დაწერეთ კომენტარში. ეგეც ძალიან კარგია და ძალიან დიდი მადლობა. მარიამ, ნინი ლამაზო როგორ ხარ? კარგად ჩემო საყვარელო, შე როგორ ხარ? ლელა ბონისნი, შენ უყვარხარ ყველაზე მეტად. თუ ყველასთან ერთნაირად მოსიყვარულია და სახლში და საწოლში წევს შენთან ღამე თუ თავის საწოლში წევს ძალიან საყვარელია, როგორ არ უნდა ეფერო და კოცნო. ესე იგი ძალიან ალერსიანი ყველასთან. თუმცა მე ყველას ძალიან ვუყვარვარ. ანუ მე როგორც დედას ეგრე მიყურებს რა და ეგრე მეკცევა. ხო და ისე ყველა ძალიან უყვარს. აი ვინმე რო სახრენ წასულია, ანუ კართან არის. ერთადერთი ვის საწოლში არ წვება ლია, იმიტომ ლია არ უშვებს. დანარჩენი ყველა საწოლში წვება. და შეიძლება ადამიანის სახლში იყოს და მივიდეს და მაგის საწოლზე დადოს, მაგრამ ღამე წევს მხოლოდ ჩემთან. და მხოლოდ ჩემ მხარეს. თუ ვიჩხუბეთ, მარტო მაგ შემთხვევაში წვება იკაცთან. ბავშვები დედას რო გაებუწებია ხოლმე, ხო, ციფაი მე ისე მცხალა, მე ყველაფერი გავიხადოს ეგრეთ ორჯერ. ხო და ანუ ეგრე ხოლმე. რაღაცა გამახსენდა. თემა რომელზეც გოგოებს უნდა ველაპარაკო, რომ ახსენდება ხოლმე აი ესე ვიდეოს რომ ვიღებ ხოლმე ვიწყი ხოლმე რომ აი ამაზეც უნდა გადავიღო ვიდეო და მე მავიწყდება ხალხო. აი ეს მაგ რამდენი ხანია უყურე? ერთი ცალი. ცოცხალი დნობას იწყებს. დღეს უნდა შევჭამო. თორე მე თანხუ არ წავიღებ ამას. ჩემი ისინი. ეს ნახე რო დინძელი მაქვს პროსტა. ეს აი, რა მინდოდა ახლა აკრისთვის ჩავწვერი, კალამი მინდოდა. ეს მინდოდა გალასო. აუ წესიერი კალამი აქ აღარ მაქვს.
წავიღე კალმები. ეს აი იცი როგორი კალამი არ მიყვარს, ადამიანებიც არ მიყვარს ეგეთი. ტორმუზი ადამიანები. ანუ არ მიყვარს განა როგორც ადამიანი არ მიყვარს, აი ნერვებს მიშლიან და ეს კალამებიც ეგრე. აი იცი როგორი აი რო წერდა ეს რო ნელა წერს ეგეთი კალამია. აი მას უნდა ველაპარაკო დღეს ჩემ გოგოებს. ხო. ძალიან ბედნიერი ვარ. აი ვერ წარმოგიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ, რომ იმ ხელა мотиваცია ვარ, ვაიმე როგორ მცხელა ჩემი გოგოებისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა მომყვება. მე ხო ვხედავ ვის უჭირს, ვის რამდენად უჭირს, ვის როგორ უჭირს და მაინც ყველა მომყვება. ყველა მომყვება, იმიტომ რომ აი იმდენად ადამიანური, იმდენად სიყვარულიანი, იმდენად გაგებული ურთიერთობა გვაქვს, რომ აი არ ვიცი, პროსტა ზღაპარია. ხალხო, არ ვიცი თქვენ ამჩნევთ თუ არა, მაგრამ რაც მე წყლისმა დავიწყე, ანუ მეჩვენება, რომ კანი გამიხდა ბევრად უკეთესი, პრიალა და ლამაზი. ანუ ვსვავდი ისედაც, მაგრამ ეხა გაცილებით მე ვსვავ და არა, თავს არ ვაძალებ. ანუ სიცხეები რო დაემთხვა, ანუ სუწყალი მინდა და კალორიებს რო ვისვი ყოველთვის მე წყალს ვსვავ, იმიტომ რომ ორგანიზმი ითხოვს. როცა კალორიებს არ ვითვლი და ზედმეტ საჭმელს ვშავ, მაშინ წყალს არ მთხოვს ორგანიზმი. აბა დაკვირდით, თქვენს თუ ოდეს მეკონიეთ ჭარბიწონა, ან ეხლა გაქვთ წყალი არ გიყვართ და თუ გახდით, წყალი შეგიყვარდათ უმეტეს შემთხვევაში. აი მე რა კაია. თავისაწოლში არ წევს, ჩემთან წევს. თავისაწოლში რომ რაღაცეებს შვებოდა ხოლმე მიჩვეული რომ იყო გოვში გარეთ გავიტანე და თავისაწოლი არც აქვს, ანუ გარეთ არის, ჩამორთმეული აქვს და სულ ჩემთან წევს. არაფერი აღარ ეშლება, წესიად იქცევა, რა ვიცი, კარგად იქცევა, კაი გოგოა. სულ თავის საფენზე, მაგრამ ერთი ის არის რომ ეს საფენი აგერ მიდევს ცხვირთან. ხო და მინდა რომ იქით გავიტანო. მაგრამ იქითაც დაუფინე და აქაც ეს აქ ოფიციალური ადგილი. ლელა ხო ეს წავიკითხე. მიყვარხარ ძალიან კარგი გოგო ხარ, ნომერ პირველი ბლოგერი საუკეთესო საქართველოში და მის ფარგლებ გარბაიმე დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. ჩვენ რომ მეტნი ვიყოთ, მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეხლა მე მაგალითად ინგლისური არ ვიცი და ინგლისური რო ვიცოდეთ ხო, აი და ინგლისურადაც ვდებდე, ან ინგლისურად ვდებდე ძალიან ბევრი ფული მექნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებელი მეყოლებოდა, იმიტომ რომ ბევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე. და რუსული ვიცი ისეთ დონეზე, რომ ვისაუბრო, დამწრეულად და ვისაუბრო. და როგორ ვარ ხოლმე იცი, რუსულად ლაპარაკს ვიწყებ თავიდან, ძალიან ცუდად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს, რომ ცუდად ვლაპარაკობ მაგისი და მე რომ ავიწყდება, რომ ცუდად ვლაპარაკობ და აზრს რო გადმოვცემ და ვსაუბრობ, მე ვამჩნევ როგორ ვასწორებ, ხდები? ანუ როცა აღარ ვფიქრობ იმაზე, რომ ცუდად ვლაპარაკობ, გაცილებით უკეთად ვლაპარაკობ. აი ვიცი, გეცოდინებათ ვინც უცხო ენა ისწავლეთ, ყველას ვიქნება ნაცნობი ეგ და ანუ ნუ რუსულადაც რო გამეკეთებინებ თქვათ არხი, კი მაქვს, მაგრამ მიტოვებული არხი მაქვს, რო გამეკეთებინა და გამეგრძელებინა, რა ვიცი, მინიმუმ $5,000 რომ მქონდეს თვეში მინიმუმ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ანუ ეს შეუძლებელია, რომ შენ ქართულიც გააკეთო, უცხოენოვანიც გააკეთო, ვერ ეყოფი. მაშინ ქართული აღარ უნდა გააკეთო. და მე მირჩენია რომ მქონდეს ჩემი პატარა კაპიკები და ქართულად მქონდეს. ვიდრე ნუ რუსულად ხო საერთოდ და ინგლისური რომ ვიცოდე, ინგლისურადაც, ანუ ინგლისურად ან რუსულად თუ გავაკეთებდი რაღაცა ისეც რაც შეიძლება დამატებითი ყოფილიყო, მაგრამ არა ისეც რომელიც ჩამანაცვლებელი იქნებოდა და ამ ეტაპზე ჩემთვის ეს არის, ანუ ამას ვიღებ ჩემ ცხოვრებას და შესაბამისად ჩემი ყოველდღიური ცხოვრება გადავიღო რუსთებისთვის. მარტო იმიტომ რომ მივიღო ბევრი ფული და ანუ თქვენთვის არა, ანუ ჩემგან ეს აი ჩემი თავის წინაშე იქნება ღალატი. მე ესე ჩავთვლი. ხო და ხა რა თმინდა ის ფული, თუ კი ვიფიქრებ რომ მე
ჩემებს ვუღალატე. ანუ არ შემერგება. ვერც გავაკეთებ. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა გინდა და იმედი გიცრუვდება, რომ შენ სიმართლეს და სამართლიანობას შედეგი ძალიან ცოტა აქვს. ვამბობ მონეტიზირებული, იმიტომ რომ გინდა არ გინდა გჭირდება. ჭამა, სმა, ყველაფერი ხო და ახლა დავამატე ჩემ მარათონი წონაში კლების, რომელიც ძალიან ბევრ გოგოს დაეხმარება. რა თქმა უნდა, მეც დამეხმარება ზრდაში. და ჩემ არხსაც რა თქმა უნდა დაეხმარება და ასევე დავამატე დონაცია, იმისთვის რომ ვისაც სურვილი ექნება. ერთი ლარი იქნება, თუ რამდენი იქნება, რა აქვს მნიშვნელობა, ჩამირიცხოს და დამეხმაროს ასე და ამიმაღლოს мотивация. ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი აღწერაშია. Შეგვიძლია პირადად თქვა. ერთადერთი ის რაც ზეპირად ვიცი არის ჩემი პირადი ნომერი. არც ერთი ჩემი პაროლი არ ვიცი. არც არაფერი, მაგრამ პირადი ნომერი ვიცი ზეპირად. 25 00 10 325 09 09 მთავრდება. ჩემი დაბადების თვეა 09. ხო, და ძალიან გამიხარდება დონაცია. მარიამი, სად ნახო შენი მარათონი? მარათონი და ეხლა უკვე მიმდინარეობს და დამატება უკვე შეუძლებელია. იმიტომ რომ 21 დღიანი იყო, მაგრამ 22 დღე გვექნება, იმიტომ რომ პირველი დღე იყო სწავლების. სხვა ჯგუფებს რო დავამატებ, პირველი დღე უკვე, ანუ 0 დღე მე, ანუ ყველაფერი დამატებული მექნება და ანუ ისე გაივლიან. აქ ვარდე? მეც მოდი გაკოცო და ეს იქნება 22 დღიანი. დე, მოდი ჩემთან დედიკო. საძინებელში ვარ. ევი? ევა. მოდი გაკოცო. მოდი ჩემო მზეო. მე შენთან ვარ. ბონინ უკბენებას. მიყვარხარ დე? Paperi caba. Papa lamazia. ლამაზი კაბაკი. Panti uketi. ბანტი უკეთია. Chiara. ნასკი აცვია შენ სავით. Oh, she's a no. ეს ვინ არის ციყვი? Very cute. ველი კი ფიში გინდა? And we see Petty. წამოჩქარა ფიში გავაკეთოთ. And Gogosia. ხო, გოგოს ფეთია, ვაიმე შემოგევლე. მოდი ფიში გავაკეთოთ. უკვე მოწავს თევზს. თევზი უნდა შევწახო მე, ვაიმე, იქნებ ჭამოთ რა კარგია. ხო და ჩემი მარათონი მოკლედ ახალი მარათონი ჩაეშვება აგვისტოში არ მგონია. თუ იქნება აგვისტოში გეტყვის, მაგრამ არ მგონია. სექტემბრიდან განვაახლებ ახალ ტალღას. რა სიცოცხლეა, ევა ემზადება ზღვისთვის, როგორ მიყვარს საოცარი გოგო ევიტონა. თინათინ მართალი ხარ ზეფას, რაღაც საოცარია, ვაიმე, ქვედა კომენტარი დავიაღე, მეცინება. ველოსიპედის სტების შორტია ის კოპალნიკი არა არინ, არ ჩაიცას რომელიმე არ ჩაძიროს სიმძიმეო, ვაიმე, მეთქი ეს რატოა ეგეთი, იქ რო არ ატკინოს, რო ზის დიდხან საათი, აი, ეხა მივხვდი. ალიას უყიდია ნინიკური ამიჩუყერა საოცარი ადამიანი ხარ ლელო მადლობა ჩემო საყვარელო. ქეთა ნინი პირსინგზე არ გიფიქრია, მაგალითად ჭიპის ძალიან მოგიხდება. 30 წლის ასაკში გავბედეთ და გავიკეთეთ წარბის. ქეთი ჩემო საყვარელო როგორ ხარ? ქეთი ჩემი ძალიან დიდი ხნის მაყურებელია, სულ სათავეებიდან მიყურებდა და მიყურებს. მე მინდოდა ძალიან ცხვირის პირსინგი და წარბის. ძალიან მომწონს ახლა ცხებზე, მაგრამ ჩემთან გადავიარე ეგ. აღარ მინდა. ასევე ტატუები მინდოდა და ეგეც აღარ მინდა. ანუ იმ მომწონს ჩემი ცარიელი დახვეწილობა. ან თითქოს არ მჭირდება არაფრით შევსება, არ ვიცი როგორ თქვა. ძალიან მინდოდა, ხო აქსესუარია და რამე. ეს კი არა, აქაც მინდოდა, ეგეც აღარ მინდა. ჭიპზე ძალიან მომიხდება მე, მაგრამ არ მინდა.
რომ მგონია რომ არაპრაქტიკულია და თან სუშიში მექნება არ ჩამომეხეს. თან აი ხო გეუბნებით რომ მგონია რომ არაპრაქტიკულია და მე პრაქტიკის ქალი ვარ უკვე გავიზარდე და აღარ ანუ მარტო იმას რაც ლამაზია აღარ ვაკეთებ თუ თან პრაქტიკულიც არ არის. ასე რომ არ ვფიქრობ ეხლა. სოფო, ნიგთხო მიპასუხო რა 86-15 კილოზე და სიმაღლე 163-ზე რამდენი კალორია უნდა მივიღო დღეში, რომ ვიყო დეფიციტში და წონაში დავიკლო. 5-43 იკლო. ვერ მივხვდი. 50-53? ეს წერია. არ ვიცი ძვირფასო, უნდა გამოთვალო. ანუ აი ეგეთი რაღაცები ძალიან მარტივად შეგვიძლია ვნახოთ Google-ში. ანუ შევდივართ Google-ში და ვწერთ, ესე იგი, კალორიეს კალკულატორ. და ამოგვიგდებს ეგრევე, ჩაწერ შენს ასაკს, სიმაღლეს, ფიზიკურ აქტივობას და გამოგითვლის. ანუ რამდენი კალორია შენი შემანარჩუნებელი, რამდენია შენი დასაკლები, ანუ დასაკლები ძალიან ქვედა ზღვარსაც წერს ხოლმე ზოგჯერ 800 კალორიას დაწერს ხოლმე, მაგრამ ეგეთ 1200-ზე ქვემოთ არ შეიძლება. და ანუ მაგის მიხედვით რა, ანუ უნდა ნახო. ჩაწერ და ამოგიგდებს ძალიან უპრობლემოდ გამოთვლი. ჯილიან ველოსიპედის დამცავი შორტია. Sailsing shorts. მადლობა ძირფას. ესე იგი ვერაფრით ვერ მივხვდებოდი, არ ვიცი სწორად წავიკითხეთ, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდებოდი, რომ ველოსიპედის შორტია. არა და ეხლა რომ დაფიქრდე რა მარტივად მისახვედრია, ხო ეს რისთვისაა აქ ეგ. რომ იქ იჯდე კომფორტულად და ძულები არ გეტკინოს. და ქალის და კაცის განსხვავებული. ახალი კითხვა გამიჩნდა კიდე, წესით უნდა იყოს განსხვავებული. ბაჩო, სალამი ბაჩო. ვაიმე ჩემთან სოფელში დიდი კოპიტის ხე დგას. საუკუნეზე დიდი ასაკისაა. მან დაიბუდეს დიდმა კრაზანებმა. მიურბოდი თავში რომ ჩამაფრინდა. ვაიმე ფაროსანა მეგონა ხელის მოუკიდა და თავზე მიკბინა. მთელი დღე გამომწარა მთელ ტანში მივლიდა სიმწარე. მაგის მერე ვერ ვიტან წერებს, მანამდეც არ მეხატებოდა გულზე. მეც არ მიყვარან საერთოდ წერები. წერები და ქვეწარმავლები არიან, რომელიც არც მიყვარს და რომელსაც თან მეშინია, მაგრამ აი ნავთვს შევასხავ და ცილს ვერ წავუკიდებ მაინც. ვფიქრობ, რომ უბრალოდ ის ამოვქოლოთ ეგ ადგილი და მე არაკომფორტული რო იქნება შესვლა, გასვლა, ახლა ახალ კარს ეგენი ვერ გაჭრიან და ზემოდან არის ამოსასვლელი. ოღონდ ესე უნდა ამოწრეს რა და მე მგონი მე წავლენ. ისე კი ძალიან საშიშია სახეში, თავზე და იქ შეიძლება ადამიანს წუთებში მისცეს ისეთი ალერგიული შოკი. ძალიან სახიფათოა. ფუტკარი ხო არის, მაგრამ კრაზანა კიდე უფრო მეტად იწვევს ამ ალერგიას. მე როგორც ვიცი, კარგად გადარჩენილი ხარ, არ ხარ ალბათ ალერგიული. ინგა, ადამიანის საოცარი ხარ. მადლობა ჩემო საყვარელო, მიყვარხარ ძალიან ინგა. ლელო, ნინი ბედნიერი დღეს საყვარელო, მიყვარხარ, მადლობა ლელო და ინგა ძალიან ვამაყობ შენით. ჩემი საოცარი გოგო ხარ, ისე კარგად იცავს ყველაფერს, ისე კარგად სწავლობს, ისე კარგად იკრებს, აი გულს მიხარებ. ოლგა, გამარჯობა მარათონის შესახებ მაინტერესებს რა შეეხება ეს მარათონი. წონაში კლების არის ძვირფასო მარათონი, ანუ კიდე დავწერე იქაც მერე. ციალა, მოწონს თქვენი ხუმრობები, გული მითბება კარგად რომ ხართ. ნინი ჩემო კარგო, ხშირად თუ ვერ გიკომენტარებ, იცოდე რომ ყველგან და ყოველთვის თქვენ გიყურებთ და ყოველთვის გილაიქებ. რაც დონაციას შეეხება ევროპის ქვეყნიდან, როგორ შეიძლება თანხის გადმორიცხვა. არ ვიცი ძვირფას როგორ ვინც იცით ევროპიდან როგორ იწყება თანხა დაწერეთ, მე არ ვიცი. მე მგონი ჩემი პირად ნომერი შეიყვა და რაღაცა გზავნილებით, მე მგონი. მე რომ მიისხავდნენ ხოლმე ჩემი გოგოები, გზავნილებით აგზავნიდნენ და მე კოდი და რაღაცები იყო ხოლმე. პირდაპირ თუ შეიძლება გადმოირცხვა, არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრა. აი ჩვეულებრივად როგორც საქართველოდან. არ ვიცი. ვინც იცის დაწერეთ აბა. ევა ძალიან საყვარელი გოგო ხარ, მადლობა ძვირფასო. ირმა, კარფურში, ოშენ შემოგევლე, ჩემო უჭკვიანესო და დახატლო. მადლობა ჩემო საყვარელო. დიდი მადლობა.
ინგუ წარმომწყდა შენი კომენტარი. ნინი, ჩემო ლამაზ და ძვირფასო, ბედნიერი დასვენება მინდა გისურვო. მახსოვს, მადლობა დიდი. მახსოვს, როგორ საინტერესო დახწერი ადამიანის ევოლუცია ჩამოყალიბებულ პროცესს ცხიმის შენახვაზე. ასე არის კაცებზე. 100% არის ხარ კაცები უკვე ბიოლოგიურად ადაპტირდნენ, ისე რომ სურვილი აქვს აჩირება ნაკლები ენერგია დახარჯონ. თუკი უკვე თვლიან, რომ ქალთან თავი ქუჩში აქვთ, რასაც იკააკეთებს, ეს უკვე შესწავლილი ქმედება და ქვია ვეაპონიზედ, მოდი არ წავიკითხავ, იმიტომ რომ ვერ ვკითხულობ. ქართულად რომ ვთქვათ, სტრატეგიული არაკომპეტენტურობა. ასე დროს, რასაც გირჩევდი, ეს არის პირველ რიგში არი გამათო. სულ მაგას ვაკეთებ. შენ ზარმაცი ხარ არაფერს აკეთებ, რას სამოფქეთყვის, რომ იმდენს აკეთებს. იმდენს აკეთებს. არა და აი წევს მთელი დრო. და რა უთხარი გუში მთელი დღე იწიფი. რას ამბობო? მე მაგაზე ჭუჭიდან გადავდივარ ხოლმე. ამას კედლებივით შეხვდება და ხვდება კიდეც, რასაც ვიდეოებიდან ხედავ. დიახ. ეცადე რომ აუხსნა ეს, რომ შენ სტრატეგიულ არაკომპეტენტურობის არსებობის შესახებ იცი და აქ ფონს ადვილად ვერ გავა. ანუ ისეთ მაღალი ცნობიერების ქალთან, როგორც შენ ხარ. ასევე კარგად გავსვი ხაზი იმას, რომ შენ არ ხარ მენეჯერი ან მასწავლებელი. თუ ასეთ კითხვას დაგისვავს, პირდაპირ პასუხის მაგივრად უფრო გაჭრის. შენითაც იპოვი. ყველაფერი იცი, დიდი ხანია აქ ცხოვრობ და ამ შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ იკა ამას გამიზნულად არ აკეთებს, ძალიან საყვარელია. ასე რომ ამ არაცნობიერი ქცევის კომუნიკაციით გამოსწორება სრულიად შესაძლებელია. უბრალოდ ყოველდღიური პატარ-პატარა შენიშვნების მაგივრად ჯობია მკაფიო საუბარი ამაზე. მიზანია რომ თვითონაც იგრძნოს პასუხისგებლობა და დაინახოს შედეგი. შექება ძალიან უყვარს კაცს. კი. ერთად გავზარდოთ ქმრები. დიდი ნერვები და ნებისყოფა კი გჭირდება ქალებს. მეც ეგ პროცესი გავიარე და კიდევ ბევრ სხვას ახლაც გავდივარ. ბევრ ისეთ რაღაცასაც ვასწავლე, რაც წესით მის მშობლებს უნდა ესწავლებინათ. თუმცა ალბათ სიყვარული ესაა, არ დანებება. ხო და შენზე კარგად ვინცის, რომ თუ კი გულით გინდა მიუღწეველი არაფერია. მე რა კაი კომენტარია. აი თბილი, ტკბილი, მზრუნველი, მართლა სიყვარულიდან გამომდინარე. აი არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. აი უღრმესი მადლობა ამ კომენტარისთვის. აბსოლუტურად მართალი ხარ. აი რა შემჩნევია ხომ იცი რომ ბავშვთანაც მე რო სახში ვარ, თითზე არ მიაკარებს. საერთოდ მთელი დღე ტელეფონში იქნება, ყურადღებას არ მიაქცევს. ბავშვები მამა. და всё. ხო და მე რამდენჯერმე მთელი დღე წავედი, ისე კარგად იყო. ისიც გაუკეთა, ისიც და მე უთხარი მეთქი ისე კი შეგიძლია ხო შე რო ხარო ხა მე რატო შევწუხდეო რა ეგ არ უთქვამს მაგრამ ეგრე გამოვიდა ხო და მე როცა არ ვარ აკეთებს ღმერთმა დამიფაროს და რო არ არის ხოლმე ადამიანი მე ყველა გამოდის და აკეთებს იმას რაც არ აკეთებდა ხოლმე და ეხლა როცა იმედი აქვს რომ შენ გააკეთებ იმასაც და იმასაც მე ერთი რაღაცა გააკეთოს ხო, ანუ გაცნობიერებულად ხო, ცხადია არ აკეთებს და მე რო გვაქვს ლაპარაკი, ჩხუბი და მთელი ამბავი მე გამოსწორდება რაღაც დროს, მე ისე მაქეთ მიდის, მიგორავს. ანუ ერთს რო აქვს მაღალი პასუხისგებლობის გრძნობა, მეორე ამითი ჭყალებში ვთქვათ სარგებლობს. ანუ ცხადია რომ არა გაცნობიერებულად, მაგრამ ეგრე გამოდის, ხო? მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ესეჭი არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დაინახოს ადამიანმა, მე ვფიქრობ, რომ ერთი რო აკეთებს, მეორემაც უნდა აკეთოს. ცხადია, რომ ყველა ადამიანი იმდენს ვერ გააკეთებს, რომ აი დაატოლონ და ზუსტად ტოლი იყოს, მაგრამ ანუ აი ესე რომ მე ახლა ეს ჩხირი გვერდზე გადავდე და მორჩა ეხლა მთელი დღე ფეხები ზემოთ და შემოვალაგო, ეგრე არა და მე ძალიან აგრესიული ხდები და ისეთი აგრესიული და ბრაზიანი შხამიანი ხდები, რომ მე თვითონ არ მომწონს ხოლმე ჩემი თავი. ეგ არის კიდე ყველაზე მთავარი. ძალიან დიდი მადლობა. სრულიად სწორი ხარ და გავითვალისწინებ. მარიანა, გუშინ ნახეთ ძველი ვიდეოები, ძალიან გიხდებათ მოკლედ, მადლობა საყვარელო, დიდი მადლობა. კი, მართლა ძალიან მიხდება, ჩემია, მოკლედ, ჩემია. ვიზუალურად, მაგრამ ენერგეტიკულად მიყვარს ძალიან გრძელი თმა. აი არ ვიცი, მიყვარს და რა ვქნა. მანანა, კარგი დღე გქონდეთ ნინი. თან ძალიან ძვირფასი თმა მაქვს და მე ნანება კიდე შესაჭრელა. მარიანთია. აჰა, მარიანა წავიკითხე, მე მარიანათია წავიკითხე, ბოლოს წავიკითხე. სახელი და გვარი. ნინის რა იუმორი აქვს მოულოდნელად ისეთ დინჯა და ისეთ პასუხს გააძრობ, ხო? თავისებული.
ინგა, ჩვენ ვიყავით ბათუმში 31 აგვისტომდე 2 კვირები. ერთი დღე იწვიმა, ამოვიბუგე. ვა, რა მაგარია. ჩვენ, რა ვიცი, მომავალს ალბათ ეგრე რომ დავგეგმოთ აგვისტოში დასვლა. როს ძალიან კარგი და თბილები ხართ. თქვენ გაიხარეთ და იბედნიერეთ. მადლობა ძვირფასო. გვანცა ძალიან თბილი ხარ. შენ ხარ ჩემთვის სიყვარული და ჩემი სიცოცხლე შენ არის და არავის არ მოусმინო, კარგი ადამიანი ხარ. მადლობა ძვირფასო. დიდი მადლობა. ნანაკ ვზივარ და შენ სიტყვაზე ვტირი ვარ. მე ვარ ზუსტად ესეთ დღეში და ვერავისთვის ვერაფერი მithოვია. ვერც ვერავის უზიარებ ჩემ დარდს როგორ მესმის, რა მტკივნეულია, რა ძნელია ძვირფასო. მე იცი რომ ეგ აავადებს ჩვენში რო რჩება ეგ. აი აავადებს. ადამიანს აავადებს ეგ. უნდა ისწავლო. აი მე ძალიან გამიჭირდა. ანუ იმის მოთხოვნა კი არა, რასაც ვიმსახურებდი. ანუ იმის მეათედი და მეასეთი რომ მომეთხოვნა ეგ მერიდებოდა. ანუ სანამ სოციალურ ქსელებში ვიქნებოდა, უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობაში საერთოდ ესეთი ვიყავი რა. და მეც ისედაც ძალიან და ეს ზედმეტი მე პატიოსნებაც ისევ ჩვენ და ჩვენ შვილებს გვაზიანებს და გვაზარალებს და რაღაცნაირად ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე რომ ვიცი რა სისულელეში არ უნდა გადაგივიდეს თქო რა და ის რომ შენ რასაც იმსახურებ ის მიიღო ეს ნორმალურია ხო და უნდა ვისწავლოთ ხმის ამოღება უნდა ვისწავლოთ დაკაკუნება იმისთვის რომ გაგვიღოს თვითონ ღვთის სიტყვებია ეს დააკაკუნე ეძიე და იპოვი დააკაკუნე და გაგიღება ითხოვე და მოგეცემა ანუ ეს უძვირფასესი სიტყვებია კი იქნება ჰეითი კი იქნებიან ადამიანები რომელთაც შეგიძულებენ ისეთებიც რომელსაც უნდათ და ვერ ბედავენ ახლა შენ სავით კბილად კი არ დაწერენ ადგებიან და სხვას გალანძღავენ და რა ვიცი ყველანაირი ადამიანი გამოჩნდება და ქვასაც გესვრიან ტალახსაც და ფუნასაც მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა თავარია რომ შენ იცი ვინ ხარ და როცა შენ იცი ვინ ხარ და შენ თავის და ღმერთის წინაშე მართალი ხარ სხვისი ნასროლი შენ ვერ დაგსვრის შენ სულს ვერაფერი ვერ დასვრის ანუ ეს მათი სულია დასრული როცა ხელი გაისვარეს იმაში რომ ვიღაცას ან ქვა ან ტალახი ან რამე უარესი ეს რომ და მათი ენაა ბინძური ხო და არა შენი ასე რომ არაფრის არ შეგეშინდეს არავის არ მოგერიდოს უბრალოდ ამოთქვი უბრალოდ ითხოვე უბრალოდ გაბედე და ცხოვრება სულ სხვანა ანუ სამყარო გვაძლევს მაშინ როცა მზად ვართ რომ მივიღოთ ეს არის საოცარი კანონი სამყაროს კანონია ყველაფერი მაშინ მოდის როცა მის მისაღებად ჩვენ მზად ვართ ზოგჯერ ძალიან დიდი გზა უნდა გავიაროთ ამისთვის და მე მაგალითად წლები გავდიოდი ამ გზას შეიძლება შენც გადიხარ და აუცილებლად დადგება ის დღე როცა შეძლებ ამაზე იმუშავე და იფიქრე მარათონი რა ღირს სოფია ნორასი ლარი ფერი ცვალობანი ნიხო ფერის ცვალება თბილი და ლამაზი ოჯახი გაიხარეთ ეს მიკროფონი რა კარგია შორს მკახან კარგად ისმის ხმა კი ძალიან მომწონს საღამოშვიდობისა ნინი ანათ წელს ძალიან ცუდი ამინდება ბათუმში 2 დღე გამოიდა და დღეს ისევ გაწვიმდა იმედია კარგი ამინდები და გემთხვა ვაიმე იმედია 3 დღე აჩვენებს კარგ ამინდს 15-დან 18-მდე გონი თუ არა 16-18 მგონი მოდი ვნახოთ ეგ პროგნოზსაც ვერ ნდობი ყოველ დღე იცვლება ახლა დღეს მზეა ხვალ წვიმას აჩვენებს ბათუმში 16 ცვალებადი მოღრუბლულობა 17-იც 18 უფრო მზე 21 ისევ ღრუბელი აი 20 21 22 არის მზე 24 36 37 გრადუსი 23 24 წვიმა 25 26 27 28 29 30 კარგია 31-ში ისევ წვიმა ჩვენ გამოდის რომ 31-ის ჩათვლით მივიდივართ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 ხო 17
ანუ 17 დღე 31 ღამეც გვეკუთვნის? ანუ პირველში წამოვალთ, ხო? ხო ეგრეა თუ არა? მეგენი სულ მერევა. ნახე, 2 აგვისტოს წვიმასაც ჩვენს და ხა მზესაც სუ იცვლება ესენი, აი მას ვერ ენდობი. ხო, ეხა უფრო კარგ ამინდებსა ჩვენს ვიდრე აჩვენებ და იმედი მაქვს, რომ კაი ამინდები დაგვემთხვა. არ ვიცი, მე ძალიან მინდა რომ კარგი ამინდები დაგვემთხვას ყოველ შემთხვევაში. აი ამას ყველა ვარიანტს დავიღებ. არჩენს როგორი ლამაზია. სხვას ჩემი ძალიან მოხდება. კუსაც დავიღებ ეს ფეხისაა, ნახე. კიდე ეს ვარსკვლავი, აი ვარსკვლავსაც წავიღებ. ბეჭედს არაფერს არ წავიღებ. არ მიყვარს ბეჭდები. აი სამაჯური, გულსაკიდი, საყურე, ეგენი მიყვარს. და საყურებიც არ მინდა ბევრი არაფერი. იქ მინდა თრაქუნი. შეიძლება. როგორ გავს ოქროს ნახე. აუ იმდენი ის მაქვს. უნდა გადავარჩიო და წავიღო პარკში პატარა იმაში ჩავდო ხოლმე და დაუტოვო იქ გოგოებს. პატარა გოგოებს, ვისაც ენდომებათ იმდენი მაქვს და საერთოდ არ ვიკეთებ, რა თქმა. ყველა რაზე მედოს. სასწორი მიმაქ. ჩემი ადამიანის ასევე ის მიმაქ სამზარეულოს სასწორი. ღმერთო, ტვინი მიდუღდება რომ ვფიქრობ რამდენი მაქვს შესაბარგებელი. წავედი ხა გოგოებო. გავაკეთებ ჯერ გუშინდე ვლოგს, რომელიც არ დამიდია თქვენთვის. მე ამას მე დავიწყებ ნელ-ნელა ჩალაგებას, თორე ისევ საღამოს მექნება მე ყველაფერი გასაკეთებელი.